მნიშვნელოვანი დღეს აღნიშნავს. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია მოგესალმოთ ყველას ამ შესანიშნავ დღეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიკრიბებით წლევანდელი დიადი თემის ტურიზმის და მშვიდობის ქოლგის ქვეშ. დღეს ჩვენ არა მხოლოდ აღნიშნავთ ტურიზმის უსასრულო პოტენციალის კულტურების დაკავშირების, ურთიერთგაგების, ხელშეწყობის და საზღვრების მიღმა ხიდების მშენების დღეს, არამედ ზოგადად ადამიანები, როდესაც მოგზაურობენ, ნახულობენ ახალს, ეწევიან ტოლერანტობას და ერთმანეთის პატივისცემას. ეს არის მშვიდობიანი თანამარსებობის საფუძველი. ტურიზმი აყვავებულია ხოლმე მშვიდობის დროს ჰარმონიაში და პატივისცემაში. ეს ის ღირებულებებია, რომლებსაც ყველანი ვიზიარებთ, ყველა ეს ერი, რომელიც ამ დარბაზშია შეკრებილი. ამიტომ ყველა ლიდერს, რომელიც ამ დარბაზშია შეკრებილი, მე მგონი არაფერი აქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ შევთანხმდოთ იმაზე, რომ კულტურული გაცვლა, დიალოგი, მშვიდობა არის აუცილებელი და უპირობო ამ სფეროსთვის. ყველამ ძალიან დიდი გზა განვლეთ საქართველოს ჩამოსასვლელად მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ის ერი, რომელსაც მშვიდობა იმაზე მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე უბრალოდ ცნება. ეს არის მედიკობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი ღირსების დაცვა და ჩვენი თავისუფლების დაცვა. და ამ ცნებით ჩვენ ვართ ის ერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი და ასევე მიგვაჩნია, რომ მხოლოდ მშვიდობით შევძლებთ ჩვენი ძმების და დების შემოერთებას ოკუპირებულ ტერიტორიებიდან, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებიდან და ერთად დავიწყებთ ჩვენი ქვეყნის აყვავებულ მომავლის შენებას. დღეს, მსოფლიო ტურიზმის დღეს, როდესაც აღნიშნავთ ამ განსაკუთრებულ თარიღს, მნიშვნელოვანი დიალოგი გვექნება, დისკუსიები, დღის წესრიგში ძალიან ბევრი საინტერესო თემაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისა ის, რომ თქვენ და ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომ თავად ვნახოთ, რა არის მსოფლიოში სახელგანთქმული ქართული მართლმოყვარეობა. ამიტომ მეც აღარ შეგაწუხებთ და მივესალმები და სცენაზე ვიწევ მის აღმატებულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ოფიციალურად გახსნის მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოში. Ladies and gentlemen, esteemed guests, at the outset I would like to congratulate each representative of the tourism industry. ამ დარგის ყველა წარმოადგენელს მინდა მივულოცო მსოფლიო ტურიზმის დღეს. ეს არის ის განსაკუთრებული ადგილი, სადაც შეიკრიბა ყველა ცნობილი ადამიანი ამ დარგის წარმომადგენელი. წლევანდელი თემა ტურიზმი და მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ხელი შეუწყოთ გლობალურ მოგზაურობას და დინამიურ განვითარებას ამ სფეროში. მეგობრული ურთიერთობები და კულტურული კავშირები ერებს შორის, ასევე გაცვლა იდეების და ინიციატივების. ეს ყველაფერი უკავშირდება ტურიზმს და მშვიდობას მსოფლიოში. მშვიდობის პოლიტიკა არის მთავარი ჩვენი მთავრობისთვის. ჩვენ ვართ ერთადერთი მთავრობა, რომლის დროსაც არ ყოფილა ომი საქართველოში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს გაგრძელდეს მომავალშიც. დღეს ზუსტად 11 წელი სრულდება სოხუმის დაცემიდან აფხაზეთის ომის შემდეგ და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის პოლიტიკა ჩვენთვის. მას ალტერნატივა არ გააჩნია. ნდობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენ აფხაზ და ოსეთ ძმებსა და დებთან ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს სამშვიდობო პოლიტიკა მოგვიტანს შედეგებს და ყველა მოქალაქისთვის იქნება ეს სარგებლის მომტანი ქართველებისთვის, აფხაზებისთვის და ოსებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა მოქალაქე ამ ძალიან ლამაზ რეგიონებში სარგებელს მიიღებს ტურიზმისგან. ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რომელიც სულ უფრო ნაყოფიერი ხდება. საქართველოს ტურიზმის განვითარების ახალი ტენდენციები და პოლიტიკა ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს და აქტიური წვლილი აქვს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მდიდარი ბუნებრივი და კულტურული რესურსების ეფექტიან გამოყენებას. ჩვენი ქვეყანა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წევრია 1993 წლიდან.
ხოლო 21 წლიდან საქართველო 4 წლის ვადით პირველად გახდა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყანა. ჩვენთვის ეს არის საუკეთესო საშუალება მონაწილეობა მივიღოთ ორგანიზაციის განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში. ტურიზმის სექტორი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა და მისი შემდგომი ზრდის ხელშეწყობა საქართველოსთვის პრიორიტეტულია. აღსანიშნავია, რომ საქართველო ტურიზმის დარგში არსებული კონკურენციის პირობებში მოწინავე ქვეყნებს შორისაა. მსოფლიოში არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ტურიზმის მდგრადი განვითარების სწორი პოლიტიკის გატარების შედეგად არაერთი ხელშესახების შედეგი მივიღეთ. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მხოლოდ 2023 წლის პერიოდში $4.1 მილიარდ შეადგენდა. ეს საქართველოს ისტორიული ნიშნულია, იმიტომ რომ 26.2% აჭარებს პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს გარდა ამისა 2019 წლის მაჩვენებლებით 76% აღწევს საქართველოს მაჩვენებელი 7.1 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის უმასპინძლა. წელს კიდევ უფრო შთამბეჭდავი გაუმჯობესების მოლოდინი გვაქვს და გვექნება იმედი, რომ 9% გაიზრდება შემოსავლები და $4.5 მილიარდ იქნება. $6.8 მილიარდამდე გზავს ველოდებით, ეს იქნება 14% ზრდა გასულ წელთან შედარებით. რაც განპირობებულია საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებით, ავიაკომპანიებთან აქტიური მოლაპარაკებებით, მათ შორის სიხშირეების გაზისა თუ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლის მიმართულებით. ტურიზმი სფეროა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნდობის განმტკიცების, მშვიდობის დამყარების და ქვეყნების შემდგომი განვითარების პროცესში. ჯერა რომ ერთიანი ძალისხმევით, დროული და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღებით და ეფექტიანი პოლიტიკის გატარებით, ჩვენ შევძლებთ ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, რაც ყველას საერთო ინტერესშია. ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ვიზიტი სასიამოვნო პროდუქტიული იქნება. ჩვენი სტუმრებისთვის კიდევ ერთხელ გილოცავთ გისურვებთ მშვიდობას და წარმატებას თქვენს უმნიშვნელოვან საქმიანობაში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრო. ეხლა ვაგრძელებთ ჩვენს გახსნით ცერემონიას და მივესალმებით ტურიზმის მინისტრ საუდის არაბეთის სამეფოდან ბატონ აჰმედ ალ-ხატიბს. მოგესალმებით ყველას, ბატონ პრემიერ-მინისტრო, ვიცე-პრემიერო, ჩემო ძმაო, ბატონო ზურაბ, ძალიან დიდი მადლობა მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლობისთვის. აი ამ ძალიან ლამაზ ქალაქში 2024 წელს. ჩვენ ნამდვილად ვისიამოვნეთ გუშინ ქუჩებში სიარულით პირველად ქონდა შემთხვევა, როდესაც დღეში 5-ჯერ ქონდა ტრაპეზი. ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ აღნიშნავთ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღეს და ძალიან მნიშვნელოვანი და სწრაფი განვითარება ხდება მსოფლიოში. წლის პირველ ნახევარში 8 მილიარდ მოგზაურს მივაღწევთ და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება 1.5 მილიარდი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში წელს. ეს ძალიან კარგი ამბავია დარგისთვის და ქვეყნისთვის, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი დღევანდელი ღონისძიების თემა არის მშვიდობა. მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი მოგზაურებისთვის, ტურისტებისთვის და ჩვენ გვინდა რომ მშვიდობიანი სამყარო და მსოფლიო არსებობდეს მომავალ წელსაც, როდესაც მსოფლიო ტურიზმის დღეს ჩავატარებთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველასთვის. ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით მსოფლიოში, რაც შეეხება მდგრადობას და ჩვენ გამოცდილი გვაქვს მდგრადობის საკითხი. როცა კოვიდი ჰქონდა ქვეყანაში, მდგრადობა მაშინ გახდა ძალიან აქტუალური და ძალიან ბევრ სფეროს შეეხო, სოციალურს, ეკონომიკურს, გარემოს დაცვით და როდესაც საუბარი არის მდგრადობაზე, ხალხს გონია, რომ ეს მხოლოდ გარემოს დაცვას და ეკოლოგიას შეეხება. არამედ, როდესაც კოვიდმა ძალიან ძლიერად დაგვარტყა მცირე და საშუალო საწარმოებს, განსაკუთრებით როდესაც დაარტყა და მშიერი ვიყავით, ჩვენ 80% დავინახეთ, რომ მცირე და საშუალო
ნაწარმოები იყო ქვეყანაში და ძალიან დიდი წვლილი შექონდათ ჩვენს ბიუჯეტში და ეკონომიკაში. ამიტომ თუ მომავალში აქცენტი სწორად გაკეთდება და მსგავსი პრობლემა იარსებობს კოვიდის მსგავსი, მაშინ სწორი პოლიტიკით მდგრადობით ეს გამოწვევები შემცირდება. ყველა საუბრობს ტურიზმზე მსოფლიოში. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს ზოგიერთი ქალაქი რომ ნაკლები ტურისტი ჩავიდეს, იმიტომ რომ წუხდებიან ტურისტებისგან. ძალიან ბევრ ქვეყანაში სადაც ყოფილ ვარ, ბევრი ტურისტი კარგია, იმიტომ რომ მთლიანში და პროდუქცია აქვს გავლენა. ჩვენ ისეთი რამ უნდა მოვიფიქროთ, ისეთი პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ, რაც დაგვეხმარება და დაეხმარება მცირე ქვეყნებს და იმავდროულად დაიცავს ბუნებას და იმ განძს, რაც ქვეყანაში გაგვაჩნია. ხალხი სხვადასხვა ქვეყანაში მიდის ბუნების სანახავად, ახალი არქიტექტურის სანახავად. ამის და მიუხედავად მდგრადობა ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ ჩვენ გლობალური ტურიზმის მდგრადობის ცენტრი დავაარსეთ, რომელიც არის ძალიან კარგად დაფინანსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან და გარკვეული პოლიტიკის განხორციელების შედეგად განსაცვლად საბაზრო წერტილი. რა წვლილი უნდა შეიტანოს ამ დარგმა სასათბური აირების ემისიის შემცირების სფეროში. ჩვენ ამ დარგიდანაც გვაქვს 2.3% წვლილი ემისიებში გასულ წელს მაგალითად ასე იყო და გვინდა რომ ჩვენმა დარგმა ზრდა გააგრძელოს, გაორმაგდეს ზრდა. ჩვენ გვინდა რომ აი ამ ზრდის კვალობაზე შემცირდეს სასათბური აირების ემისია. ნამდვილად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და ვნახოთ როგორი კორელაცია იარსებებს. რაც შეეხება შრომით რესურსს. კოვიდის შემდეგ ჩვენ ხელახლა ვიწყებთ კადრების აყვანას. ეს პროცესი იწყება, სასტუმრებს უჭირთ ახალი კადრების აყვანა, იმიტომ რომ ჩვენი დარგიდან სხვა დარგში გადაინაცვლა ამ შრომით რესურსმა. ამიტომ ხალხი გჭირდება, ახალგაზრდები გჭირდება. 80%, რომელიც ამ სფეროში მუშაობს, არის ახალგაზრდობა. ამიტომ გჭირდება მომავალში ახალგაზრდების აყვანა, მათი გადამზადება და ჩვენს დარგზე მორგება. და სხვა დარგებიც კარგავენ კადრებს ელექტრონული კომერციის სფეროში და სხვა მიმართულებითაც. ამიტომ მდგრადობა არის გამოწვევა, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ გამოწვევის დასაძლევად. შრომითი რესურსი კიდევ ერთი პრობლემაა და გამოწვევა. ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებითაც, რომ დავძლევოთ ეს გამოწვევა და ბოლოს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი არის დაკავშირებადობა. დაკავშირებადობა, იცით რას ნიშნავს? იამაიკაში ჩემს ძმას რომ დავუკავშირდე, ჩემს კოლეგას 24 საათი დაჭირდა იამაიკიდან აქ ჩამოსასვლელად. რამხელა დრო და გზა გვჭირდება, რომ გავიაროთ არადა ჩვენი თქვა ოკეანეთში ჩვენი კუნძულების სანახავად ან აფრიკელი კოლეგის სანახავად კოპ-ვერდეში წარმოიდგინეთ რამდენი საათი მჭირდება აფრიკულ ქვეყნებიდან 3-5 საათი და დღე ჭირდება სხვა ქვეყანაში დასასვლელად. ამიტომ დაკავშირებადობა არის უცილებლად მნიშვნელოვანი. 120 ქვეყანაში ვარ ნამყოფით ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ყველა რეგიონში, კარიბის კუნძულების ჩათვლით და დაკავშირებადობა არის პრობლემა. ამიტომ ნამდვილად უნდა ვიპოვოთ გზა და გამოსავალი, რომ აფრიკული ქვეყნები და ოკეანეთის ქვეყნები და კარიბის კუნძულები იყოს კარგად დაკავშირებული და ეს ქვეყნები ნამდვილად საჭიროებენ ახალ ტურისტს, ახალ მოგზაურს, რომლებიც ფულს დახარჯავენ და ეკონომიკაში წვლილს შეიტანენ. ამიტომ სადაც არ წავალთ, ჩემი ძმის ბატონი ზურაბის დახმარებით ამ საკითხებზე მიდის მუშაობა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ძალისხმევის განხორციელებას და ძლიერი ეკონომიკის შენებას მსოფლიოში. დღეს 10% არის ჩვენი წვლილი მსოფლიო ეკონომიკურ
ჯამური მოცულობაში და 8-9%-ია ჩვენი წვლილი დასაქმებაში. ამიტომ ეს არის როგორც არაბეთის შიგნით, ასევე სხვაგან. ჩვენ ვართ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა. ეხლა შეიძლება ვიღაცა მიკითხოს, რატო გველაპარაკებით, ნავთობი ხო გაქვთ თქვენ ქვეყანაში, რაზე ღელავთ, მაგრამ დღეს ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის განძი ვაჩვენოთ მსოფლიოს, ჩვენ ძალიან დიდი რეზერვები გვაქვს და სხვა სფეროებშიც გვინდა განვითარება, მათ შორის ტურიზმში. 2019 წელს ტურიზმი იყო მხოლოდ 3% ჩვენი ეკონომიკის მხოლოდ 3%, ეხლა უკვე 5%-ია და ჩვენი მიზანი არის 10%-ზე გასვლა 2030 წლისთვის. გასულ წელს ჩვენ 27 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი გვყავდა, 2019-ში მხოლოდ 22 მილიონი და გეგმები გვაქვს საოცარი, უშველებელი ინვესტიციები ხორციელდება, ძალიან დიდი კაპიტალი დაბანდება, 800 მილიონი დოლარი იდება იმისას, რომ ახალი დანიშნულების წერტილები შეიქმნას ქვეყანაში, რომ ძალიან ბევრი ადგილი იხილოს საერთაშორისო მოგზაურმა და დატოვოს ჩვენს ქვეყანაში ფული. აი, ამით ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი კულტურა გავუზიაროთ დანარჩენ სამყაროს. როდესაც მოგზაურობენ ადამიანები აღმოსავლეთით და ეხებიან აღმოსავლურ კულტურას და ცივილიზაციას, საქართველოს როცა ჩამოდიან, ელიან რომ დასავლური კულტურა იქნება. არ და აქ არის ნაზავი აღმოსავლურის და დასავლურის, მათ შორის არაბულის და ვინც საუდის არაბეთში ჩამოდის, ჩვენი კულტურა დარწმუნებული ვარ შეგიყვარდებათ. და ბოლოს მადლობა მინდა გადაგიხადოთ მიღებისთვის აი ამ ულამაზეს დედაქალაქ თბილისში და იმედი გვაქვს რომ ერთად ვიმუშავებთ, გილოცავთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, აი ასეთ მზარდ ინდუსტრიას, ასეთ ძლიერ რეფორმებს საქართველოში და გისურვებთ რომ მეტი ტურისტი გყავდეთ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენო აღმატებულებო. ვაგრძელებთ გახსნის ცერემონიას და სცენაზე ვითხოვ მის აღმატებულებას ეკოლოგიის მინისტრს, გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების მინისტრს აზიზ აბდუხაკიმოვს უზბეკეთიდან. გოდიში, ვერ გამოვდი გვარი სწორად. ჩემ გვარზე უფრო რთული გამოდგა თქვენი გვარი. Assalamu alaikum. მოგესალმებით ყველას. გამარჯობა. თქვენო აღმატებულება ბატონო პრემიერ-მინისტრო, გენერალურ მდივანო, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მინდა გულითადი მადლობა გადაუხადო მასპინძლებს საქართველოს ასეთი თბილი მიღებისთვის, ასეთ ლამაზ ქალაქში თბილისში. ასევე მინდა გადავუხადო მადლობა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ბატონ ზურაბს, რომ ჩვენი ოჯახი ამ დარგის წარმომადგენლები გაგვაერთიანა აი ამ ლამაზ ქალაქში. ჩვენ პრინციპში შევიკრიბეთ, რომ აღვნიშნოთ მსოფლიო ტურიზმის დღე და ვაღიაროთ რამდენად ლამაზია ჩვენი დედამიწა, მაგრამ ამავდროულად გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, მშვიდობა. ტურიზმი უფრო მეტია ვიდრე მოგზაურობა. ეს არის ხიდი, რომელიც გვაერთიანებს, რომელიც ხსნის საზღვრებს, გამოცდილებას გვიქმნის, კულტურულ დიალოგს და ცხოვრების ახალ სტილს გვაძლევს. აი ამ ძალიან დინამიური ინდუსტრიაში უკვე დიდი ხანია ვმუშაობ და ვიცი რომ ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს მოგზაურობა. უზბეკეთში შთაგონების წყაროდ იქცა საქართველოს პროგრესი ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით სტრატეგიის შემუშავების ნაწილში. საქართველოს უვიზო მიმოსვლის პოლიტიკა, თანამშრომლობა კერძო სექტორთან და ბევრი სხვა მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ეს ყველაფერი დავნერგეთ ჩვენთანაც. 95 ქვეყნის საზღვრებია ჩვენთვის გახსნილი და იმედი გვაქვს რომ საქართველოსთანაც გვექნება უვიზო მიმოსვლა. ვიცი რომ 100-ზე მეტი აქვს ქვეყანას. მე მადლობას ვუხდი ბატონ ზურაბს იმისაც რომ მხარ დაგვიჭერა უზბეკეთს ჩვენს ტურიზმის სფეროს, განსაკუთრებით გენერალურ ასამბლეაზე, რომ საერთაშორისო ტურიზმის აკადემია დაარსებულიყო ჩვენთან.
Tourism Thematic Office და Samarkand. სემატური ოფისი გახსნილიყო სამარყანდში. უზბეკეთი Has seen increased global interest. ძალიან დიდი ინტერესის ქვეშ ექცევა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის და დიდი კაპიტალდაბანდება ხდება ქვეყანაში, ინვესტიციები იზრდება. მალაიზიას ბუხტი მადლობას, იმიტომ რომ მომდევნო წელს იქნება მასპინძელი და გენერალური ასამბლეის მასპინძელი იქნება საუდის არაბეთი. მომავალ წელს სამარყანდში უახლესი ტექნოლოგიები იქნება სასტუმრობის მართვის, ტურიზმის სფეროში. ეს აკადემია მომავალს მისცემს საფუძველს იმ პროფესიონალების გამოშვებით, რომლებიც ყველა იმ ნარჩევის მქონე იქნება, რაც ამ დარგში ჭირდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ეს დარგი ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გადის, იმისაც რომ მდგრადი იყოს და ძლიერი აქცენტი გაკეთდეს მწვანე და ეკოტურიზმზე. გაეროს სემატური ოფისის საფუძველზე ჩვენ მწვანე ტურიზმის სერტიფიკატო პროგრამას ვახორციელებთ, იმისაც რომ სუბსიდიები და მასტიმულირებელი ფაქტორები არსებობდეს იმ პირებისთვის და სუბიექტებისთვის, ვისაც უნდა ამ სფეროს განვითარება ქვეყანაში. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მოკლე პერიოდში ტურიზმის სფერო და ჰორეკას სექტორი გარდაიქმნება მდგრად და კლიმატისადმი მედეგ დარგად. იმედი მაქვს, რომ ტურიზმის მომავალი იქნება მხოლოდ მწვანე. მე ვიწევ ყველა თქვენგანს ჩამოვიდე სამარყანდში, სოფლიოს კულტურული ტურიზმის დედაქალაქში და შემოგვიერთდეს მდგრადი, ინოვაციური და კულტურულად მდიდარი მომავლის შექმნაში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო მინისტრო. ეხლა გთხოვთ მივესალმოთ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ბატონ ზურაბ ოლოლიკაშვილს. თქვენ ვაღმატებულება გთხოვთ ტრიბუნასთან. გამარჯობათ. Salam alaikum, good morning. I mentioned yesterday მე გუშინ ვახსენე, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კარგი მეგობრები, ჩემი მინისტრის მოადგილეები ჩამოვიდნენ საქართველოში ამ განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად ჩემთან ერთად, ჩემს მშობლიურ ქალაქში. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ვაღმატებულება ყველას მოგესალმები და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ერთად აღნიშნავთ ამ დღეს. გასულ წელს შესანიშნავი მსოფლიო ტურიზმის დღე აღნიშნეთ საუდის არაბეთში, რიადში. მომავალ წელს მალაიზიაში გვექნება მსგავსი ღონისძიება. დიდი მადლობა თქვენ ვაღმატებულება, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენთან ხართ. გასულ წელს საუდის არაბეთში 10-ჯერ ვიყავი და უზბეკეთში ალბათ 7-ჯერ, საქართველოში 3-ჯერ. ეს მესამე ვიზიტია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ მსოფლიო ტურიზმის დღეს, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ვიცე-პრემიერო, მთავრობის წევრებო, მთელი მთავრობა აქ არის და მინდა ყველას მოგილოცოთ მსოფლიო ტურიზმის დღე. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში გმასპინძლობთ და ყველას მნიშვნელოვან საკითხზე მშვიდობაზე ვსაუბრობთ. ქალბატონებო და ბატონებო, ეჭვგარეშეა, რომ მშვიდობა და ტურიზმი ერთად მოიაზრება. მშვიდობის გარეშე ტურიზმი არ არსებობს და ამავდროულად ტურიზმს შეუძლია მშვიდობის დამყარება. მშვიდობა რაც ასერი ჭირდება თან ახლა, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე. ომი ყველგან არის ჩვენს ირგვლივ, ბევრ ჩვენგანს აქ ამ ოთახში ომი არა მხოლოდ ტელევიზორში ან გაზეთებში უნახავს. ჩვენ მასში ვიცხოვრეთ, ჩვენ ის გამოვიარეთ. და ყოველ დღე ხედავთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით ქალები და ბავშვები იტანჯებიან. ქალაქებსა და სოფლებს ნანგრეებში ვხედავთ, როგორ ხდება მთელი მოსახლეობის ტრავმირება. ქვეყნებში ეკონომიკების ნგრევა, ხედავთ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, უთანასწორობას და დეზინფორმაციას და პლანეტაც წირის, კლიმატის კრიზისის და ბიომრავალფეროვნების დანაკარგების სახით. ეს ყოველივე, ქალბატონებო და ბატონებო, დიდად მოქმედებს ჩვენ სექტორზე, არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ რადგან ადამიანის სულ სტეხს ტურიზმის არსეც მოქმედებს. ამიტომ დღეს უნდა გვახსოვდეს, რომ ტურიზმი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ზრდა.
It is ეს about არის peace. მშვიდობის თემა. It is about bringing ეს არის people ხალხის together. გაერთიანება. It is about ეს არის creating კეთილდღეობის და well-being, დოვლათის შექმნა. ეს არის განსაკუთრების, healing, resilience, and განკურნების, გამძლეობის და რეგენერაციის საშუალება და ეს არის მოგზაურობის ისეთ გლობალურ მოქალაქეებად გადაქცევის ინსტრუმენტი, რომელიც ზრუნავენ აკავშირებენ და იცავენ უკეთეს სამყაროს. wise men once said, ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა, რომ მშვიდობა არ არის ის ადგილი, სადაც ჩახვალ და ჩემოდანს ამოალაგებ. მშვიდობა არის მენტალური მოგზაურობა, რომელიც მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ ერთად უნდა გავიაროთ ეს მოგზაურობა და ტურიზმი გონივრულად და მიზანმიმართულად გამოვიყენოთ. ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ვითარდებოდა ტურიზმის ზრდასთან ერთად, მაგრამ ჩვენი აქცენტი მშვიდობაზე იყო თავიდანვე. after the horrors of the world wars, tourism ორი მსოფლიო ომის საშინელებათა შემდეგ ტურიზმი გამოიყენებოდა როგორც ერებს შორის მშვიდობის აღდგენის და ხელშეწყობის საშუალება და როდესაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია შეიქმნა 1975 წელს მესამე მუხლმა საერთაშორისო ურთიერთგაგება, მშვიდობა და კეთილდღეობა ორგანიზაციის ფუნდამენტურ მიზნად აქცია. ახლა ნახევარი საუკუნის შემდეგ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს მისია და ვიცხოვროთ ამ ღირებულებებით. ასე რომ დღეს მოგიწოდებთ ყველას და გვეხმაროთ მშვიდობიან ტურიზმის შენებაში. შევქმნათ ტურიზმი, როგორც საკვანძო როლი და დარგს მივცეთ ის შესაძლებლობა, რომელიც სრულად გამოიყენებს ამ პოტენციალს და დავაკავშიროთ ტურიზმი მშვიდობით ინიციატივებთან. მე ვხედავ ისეთ მომავალს, სადაც გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია და ყველა პარტნიორი იმუშავებენ ხელი-ხელით ჩაკიდებული უფრო სამართლიანი და მშვიდობიანი მსოფლიოსთვის. ჩვენ ერთად შეგვიძლია შევქმნათ ისეთი ტურისტული სექტორი, რომელიც არა მხოლოდ რეაგირებს კონფლიქტებზე, არამედ ხელს უშლის და აგვარებს მათ, თან ჭრილობებსაც ურნავს. მოდით ერთად ვიმუშაოთ ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი მშვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. და ეს საბოლოოდ მაინც გახდეს ჩვენი სექტორი ის, რაც ყოველთვის იყო ძალა უკეთესი და მშვიდობიანი სამყაროს შესაქმნელად. გილოცავთ მსოფლიო ტურიზმის დღეს და კიდევ ერთხელ მოგესალმებით საქართველოში. კეთილი იყოს თქვენი ფეხი საქართველოში.